ვითხოვდით ადმინისტრაციულ სასჯელს, ჯარიმას. ჩვენმა ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო, რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ და თქვენ იცით, რომ მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტი განიხილავს უკვე ამ ცვლილებას. შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები 218 მუხლში და ნაცვლად 25,000 ზღვარი იზრდება 50,000 ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვის კვალიფიკაცია ასევე გაიზრდება 75-დან 100,000 ლარამდე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ საბოლოო ჯამში ვითხოვთ. ჩვენ გვინდა რომ მთლიანად სისხლის სამართლებრივი დევნა გამოირიცხოს ამ ტიპის ეკონომიკური დანაშაულებიდან. არ არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, მათ შორის მეწარმეების მიმართ, რომლებიც შეგნებულად დამალავენ გადასახადებს. გადასახადის თუ დამალავს ყველა, მაშინ ვერც ბიუჯეტი შექმნით და ვერც იმ პრობლემებს მოვაგვარებთ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური ჯანდაცვის თუ განათლების კუთხით. ამაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რამდენად მიზანშეწონილი არის ესეთი მკაცრი ადმინისტრირება ბიზნესისა და ეკონომიკური სექტორის მიმართ. რადგან ეს ადამიანები არ წარმოადგენენ საფრთხეს პირდაპირ გაგებით საზოგადოებისათვის, რომელთაც სჭირდებათ იზოლირება საზოგადოებისგან. ესენი არ არიან ყაჩაღები, ესენი არ არიან მოძალადეები, ესენი არ არიან ბანდიტები. ესენი არ არიან კრიმინალები ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში შემთხვევით მოვიდათ ისე რომ რაღაცა საბუღალტრო ცნობილება აღმოაჩნდათ, ან ზოგიერთ შემთხვევაში შეგნებით დაუმალეს გადასახადი სახელმწიფოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება საკუთარი შეცდომის ან დანაშაულის გამოსწორების. და ეს გამოსწორება ყველაზე ადეკვატურად მოხერხდება თუ კი ისინი გადაიხთიან ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ფასს ამისთვის. ციხეში ამ ადამიანების ჩამწყდება სახელმწიფოს არაფერში არ აწყობს. ჩვენ პირიქით იქით ვიხდით ფულს ამ ადამიანების ციხე კოლონიებში შესანახად. პირიქით ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ფული უნდა შექმნან, ფული უნდა ამუშავონ, საწარმოები უნდა განავითარონ, ადამიანები უნდა დაასაქმონ, ხელფასები უნდა მიცემ. ანუ ეს არის ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ბიზნეს აქტიური ნაწილი. ამიტომაც მიგვაჩნია ჩვენ, როცა ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ იცით რა, თქვენ გინდათ რომ საქართველოში დააბრუნოთ გადასახადების გადაუხდელობის კულტურა და ასე შემდეგ, არა. ეს კულტურა მეტნაკლებად ამ ქვეყანაში უკვე დაინერგა წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი ადმინისტრირების შედეგად. დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე მეწარმე, ბიზნესმენი, რომელიმე ხელმძღვანელი მცირე საშუალო თუ დიდი ბიზნესის თავში აღარც კი გაირკვევს იმას, რომ რაიმე შეგნებულ დანაშაულზე წავიდეს. იმდენად მკაცრად ეპყრობა სახელმწიფო მას წლების განმავლობაში. დამთავრდა ეს დრო. ეხლა უნდა გადავიდეთ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, როდესაც სახელმწიფოს ორიენტირი პოლიტიკა იქნება სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაში, როდესაც მეწარმე თავს იგრძნობს დაცულად, პარტნიორად სახელმწიფოსთან მიმართებაში. აი ეს იყო ძირითადი მოტივი და არგუმენტი ჩვენი, რის გამოც ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულ აქცენტს ვაკეთებდით მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დასაცავად და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში ასეთი ტიპის საწარმოების წასახალისებლად. ისმენ ბატონო გიორგი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოშიც ისმოდა ბრალდებები, რომ საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში შემოდის რუსული ფული. და ეს ფული ურიგდებათ ქართულ ოპოზიციონერებს და კრემლს და ქართულ ოპოზიციონერებს შორის შუამავლად დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება მინდა და თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს. თორთლაძის ბრალდებები იყო ხმათა დარბაზში. პოლიტიკა იქნება რამდენიმე რესურსის შერწყმით. უპირველეს ყოვლისა ეს არის ახალი იდეები, ეს არის ადამიანური რესურსი, ანუ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობენ და პოლიტიკური პარტიისთვის უმთავრეს რესურსს წარმოადგენს მისი მხარდაჭერი, ასე ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატებისთვის, თუმცა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის სწორად გამოყენებას, დროის სწორად შერჩევას, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯებისათვის და რა თქმა უნდა ფინანსურ წყაროებსა და შესაძლებლობებს. ამ მხრივ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ძალიან შეზღუდული ფინანსური რესურსებით ოპერირებს. ჩვენი დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსება. ძალიან მწირია შემოწირულობა ბიზნესიდან და მწირია შემოწირულობა კერძო პირების მხრიდან. მე შემიძლია ვაგო პასუხი მხოლოდ ჩემს პარტიაზე, ჩვენს ფინანსურ შემოსავლებზე, რომელიც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნათ ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიების და უპირველეს ყოვლისა სახელისუფლებო პარტიის ანგარიშ ვალდებულებას გაზრდის კანონისა და საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს,
რომელიმე პოლიტიკური პირის მოღვაწის მიერ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, რამდენადაც მე პირადად არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ვინმე არღვევს კანონს ამ მიმართულებით, დაველოდები იმ მასალების გამოქვეყნებას, ან იმ პირების განცხადებებს, რომლებიც მზად არიან ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრონ, რამდენადაც საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა დეპუტატის მიერ განცხადება ამის თაობაზე და მე იმედი მაქვს თითოეულ მათგანს ყოფნით იმხელა პასუხისმგებლობა, რომ გამოძიების მეშვეობით იქნება ეს თუ საჯარო ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს მოხვდეს უფრო კონკრეტული პასუხები. მე დაველოდები ამ ფაქტებს და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ჩემი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც და მათ შორის თუნდაც სამართალდამცავების მხრიდანაც კონკრეტული სამართლებრივი შეფასებების გაკეთება. ის რომ რუსეთი ყოველთვის იყო და არის დაინტერესებული საქართველოში გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესებზე 20 წლის წინანდელი ისტორია ამაზე ძალიან კარგად მეტყველებს. ამიტომ თეორიულად არათუ გამორიცხული არაფერია, ჩვენ ვიქნებით უპასუხისმგებლოები საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, თუ ჩვენ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ. განსაკუთრებით იმ პროცესების ფონზე, რომელიც ვითარდება რუსეთში და ეს პროცესები ჩემის აზრით უფრო მეტად წევს რისკებს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის არაჯანსაღი აგრესიული აქტიურობისათვის. ეს სხვა თემაა, კი ბატონო. არა. ჩვენ ინტერესით ვადევნებ თვალს ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი ახალი პოლიტიკური ბლოკის გაერთიანების ალიანსის თუ საარჩევნო სუბიექტის ჩამოყალიბებას. სიმართლე გითხრა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა, რადგან მე როგორც პოლიტიკოს მქონდა მოლოდინი იმისა, რომ მათი მიდგომები იქნებოდა გაცილებით პრაგმატული, გამომდინარე რეალური პოლიტიკური სიტუაციიდან, რომ პოლიტიკური რომანტიზმის ხანა საქართველოში უკვე დასრულებული იქნებოდა და ადამიანები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ძალიან კონკრეტული, რაციონალური, ეროვნული და პარტიული მათ შორის ინტერესებიდან გამომდინარე. ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის მოკავშირეებმა აირჩიეს მათ შორის საქართველოს პარლამენტში, რათა მოეხდინათ ტორპედირება იდეისა, რომ საქართველოს პარლამენტში უფრო მეტ ოპოზიციურ წარმომადგენლობის მოსწრენი განხვდარიყავით, რადგან 32 დამატებითი მანდატი შეემატებოდა საქართველოს პარლამენტს და ეს იყო შანსი უპირველეს ყოვლისა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისათვის, მე მიჩენ ძალიან ბევრ ეჭვს. და არა მხოლოდ ეჭვს. ამ ტიპის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მე პირადად უკვე დარწმუნებული ვარ იმაში და ვხედავ პირდაპირ, როგორ ხდება ივანიშვილის ოცნების ტრანსფორმირება საბოლოო ჯამში არჩევნების პროგნოზირებადი შედეგის გათვალისწინებით რესპუბლიკელების და ალასანიას პარტიის ოცნების ასრულებად, რომ რამენაერად მოხდნენ საქართველოს მომავალ პარლამენტში და ჰქონდეთ თავიანთი ფრაქციები. სხვა პასუხი კითხვებზე თუ რატომ იქცევიან ისინი ასე, რატომ არიან ასეთი არაადეკვატური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, მე არ მაქვს. რაც შეეხება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ანუ 8 დღის მუშაობის განმავლობაში ამ თემებზე საუბრებს, ამ თემებზე არა უბრალოდ საუბრები იყო, არამედ იყო შეთანხმებები. შიგნით რაზე იყო საუბარი, ჩემის აზრით არ იქნება სწორი და კორექტული რაიმეს მტკიცება დავიწყოთ, რადგან ფაქტია, რამდენიმე განსხვავებული ვერსია ისმის. ამიტომ არც მე დაგღლით ამ ვერსიების შემოთავაზებით. მე უბრალოდ თქვენ როგორ ჟურნალისტებზე საზოგადოებას მინდა შეგახსენოთ. 2011 წლის მაისში რვიანის ყველა ლიდერის, მათ შორის ჩემს მიერ და სხვა პარტიების ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთავაზება დოკუმენტი ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ითვალისწინებდა გერმანული მოდელის შემოტანას საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, რომელიც ავტომატურად ითვალისწინებდა დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმის გადახედვას და საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რიცხოვნობის ზრდას. მაგრამ აქ პოლიტიკური პარტიები ხელმძღვანელობდით სწორედაც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებით, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ინტერესებით, რადგან ჩვენი საბოლოო და მთავარი მიზანი ამ ეტაპზე გახლავთ ის, რომ მომავალ პარლამენტში სააკაშვილის ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს და ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდეს უმრავლესობა. იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც სამწუხაროდ სწორედ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წახალისებით აქტიური ბრძოლის შედეგად ბჭყალებში არის დღეს მიღებული, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო მათთვის უკეთესი შესაძლებლობა და ვარიანტი, რათა შეინარჩუნონ უმრავლესობა პარლამენტში. აქედან მე ვსვავ უბრალოდ კითხვებს. ვის ინტერესებს შედიოდა მათი აქტიურობა
არის კი მათი მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტში არა 2/3-ით, არამედ თუნდაც უბრალო უმრავლესობით მოსვლა. მე ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით ნამდვილად არ მაქვს. ძალიან დიდი ეჭვები მაქვს მათ მოქმედებასთან დაკავშირებით. ან მათ უბრალოდ ვერ გაუაზრებიათ რა შედეგის მომტანი იქნება ეს გადაწყვეტილებები. ან თავად ივანიშვილის ბანაკში არის სერიოზული წინააღმდეგობები. ყოველ შემთხვევაში მე თვალს ვადევნებდი ბატონ ზვია ძიძიგურის სტუმრობას თქვენთან, ზუსტად აქ თუ არ ვშტები გუშინ იყო თუ გუშინ წინ. სადაც მას ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება. რატო? იმიტომ რომ იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, პირველად არ მონაწილეობს ამ ტიპის პოლიტიკურ პროცესებში და მან ძალიან კარგად ამოიკითხა ის, რაც ხდებოდა. მაგრამ მისი ეს პოზიცია და დამოკიდებულება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი დღევანდელი კიდევ ერთხელ განახლებულ პარტნიორების პოზიციებთან მიმართებაში, ხო? ასე რომ ჯერ ერთმანეთში შეთანხმდნენ, მართაც ჩამოყალიბდეთ რა უნდათ, თუმცა მე უკვე მიმაჩნია, რომ საკმარისად გვიანი არის, რადგან იმ პროცესს უკან უკვე ვერაფერი დაატრიალებს. შეიძლება მე გითხრათ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე, რომელიც პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ეს კანონი, უბრალოდ კანონპროექტი, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს ოპოზიციურ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს. თუ შეგიძლიათ რომ განგვიმარტოთ პრეზიდენტ სააკაშვილს როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თუ დაუწესდება გარკვეული შეზღუდვები, ანუ ეს კანონი როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სააკაშვილს რაიმე შეზღუდვებს უწესებს? ეს კანონი შეზღუდვებს და უწესებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის კუთხით, ოღონდ არა პიროვნულად მათ მონაწილეობის კუთხით, არამედ სახელმწიფო რესურსების გამოყენების თვალსაზრისით. პრეზიდენტს ვერ დაუწესებს, რადგან ამ ტიპის მოქმედ პრეზიდენტს ვერ დაუწესებს, რადგან ამ ტიპის არანაირი ნორმა მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს. და ამის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის უსაფრთხოების თემა ქვეყნის პირველი პირისა, რომელიც უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს, მათ მიმართებაში ეს შეზღუდვები იქნება, უკავშირდება სახელმწიფო რესურსის, ანუ მაგალითად მანქანების, ტელეფონის, უბრალოდ სატელეფონო რესურსის და სხვა ასეთი ტიპის რესურსების გამოყენებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მე იმედი მაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ეს ჩვენი მოთხოვნები. რაც შეეხება სააკაშვილს როგორც ნაციონალური მოძრაობის პირველ პირს, თქვენ გახსოვთ 2 წლის წინ ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესულიყო მუხლი, რომელიც გაითვალისწინებდა პრეზიდენტის უპარტიობას. იმის შემდეგ ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებები მივიღეთ ამ თვალსაზრისით, თავად სისტემის კუთხით შეიცვალა ყველაფერი ძირეულად და ეს თემა იმდენად აქტუალური აღარ არის, ხო, რადგან ჩვენ საპრეზიდენტო მოდელიდან გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ქვეყნისა არის ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვერ იქცა ყველას პრეზიდენტად, ყველა ქართველის პრეზიდენტად. და ჯერჯერობით მასში ნაციონალური მოძრაობის პირველი პირის ფუნქციები და დანიშნულება და პასუხისმგებლობა უფრო მეტად პრივილეგირებს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ შანსი, რომელიც აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ჯერ კიდევ არსებობს. ეს შანსი მათ შორის უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. რამდენად მოახერხებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქცეს მართლაც მთელი საქართველოს პრეზიდენტად, ყველა ქართველის პრეზიდენტად, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერის, მათ შორის მისდამი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ოპონენტების პრეზიდენტადაც. მე ამის სურვილი მაქვს. ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შედის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, ევროპულ სახელმწიფო ჩამოყალიბების ინტერესებში. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატ ლიდერად ჩამოყალიბებისა იქნება სწორედ ეს. ამაღლდება თუ არა იგი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე, ჩვენ აი ბოლო დღეებში ვადევნებდით თვალს მის განცხადებებს, აი თითქოს წუხილით რო ამბობს, რომ ერთადერთი ძლიერი პროდასალური ძალა საქართველოში თურმე არის ნაციონალური მოძრაობა და ის მართალიც არის, იმიტომ რომ თუ ძალაზე ვისაუბრებ და რესურსებზე, დიახ, ნაციონალური მოძრაობა როგორც სახელისუფლებო რესურსების, მედია რესურსების, ფინანსური რესურსების მქონე ძალა კვლავ რჩება ყველაზე ძლიერ და დომინანტ პოლიტიკურ ძალად საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. მაგრამ შენ როგორც პრეზიდენტი და არანაციონალური მოძრაობის ლიდერი არ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ფაქტობრივად 8 წლიანი მმართველობის შედეგად ქვეყანაში ვერც ერთმა სხვა
მართლაც იდეებით, პოლიტიკური პლატფორმით, მხარდამჭერებით ძლიერმა პოლიტიკურმა პროდასავლურმა ძალამ ვერ გაიძლიერა ისე პოზიციები, რომ სერიოზული გავლენიანი მაგალითად ჩვენ, ქრისტიან დემოკრატები. მაგალითად ჩვენ. და რატო ხდება ეს? ხდება იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღემდე თავის განიხილავს არა როგორც ყველას პრეზიდენტად, არამედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერად. ეს არის მისი სისუსტე, ეს არ არის მისი სიძლიერე და როცა იგი ნიშნის მოგებით ლაპარაკობს უცხოური თუ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ის არის შეუცვლელი